როდესაც ბავშვი იბადება, პირველადი საბაზისო მოთხოვნილება არის, რომ ვიღაცამ დაუკმაყოფილოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებები, ხო? Როგორც არის კვება, როგორც არის თქვა წყურვილის დაკმაყოფილება, ტემპერატურის რეგულირება, რაც ჩვენს თვითონ არ შეუძლია. ჩვენ გადარჩენისთვის, ანუ ევოლუციურად ასე ჩამოვყალიბდით ჩვენ ადამიანები, გვჭირდება აუცილებლად ემოციური რეგულირების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც. ამ სამი კატეგორიიდან მყარი, არამყარი უარმყოფელი, არამყარი ამბივალენტური სამივე ითვლება, რომ ეს არის ნორმა. მყარი სასურველი ნორმაა, ეს ორი არასასურველი, მაგრამ ისეთი, რომელსაც თქვა ადამიანი რაღაცნაირად უმკლავდება. ხო, თუ ამას არ დაემატა არასასურველი ცხოვრებისეული მოვლენები. რა შეიძლება იყოს პრევენციული და ხელშემწყობი ხო პირობა. პირველ რიგში ეს არის ალბათ მე ვფიქრობ ფსიქოგანათლება, რომელიც მიწოდებული იქნება არა როგორც ესეთი სწავლების ფორმა, რომ აი თქვა ჩვენ გასწავლით როგორი უნდა იყოს კარგი მშობელი, აი ასეთი ფორმით არა, არამედ რასაც თვითონ მიჯაჭვულობის თეორია გვეუბნება ზრუნვით. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს „ასე ფსიქოლოგიური ტერმინი“, რომელსაც წარმოგიდგენთ ფასკუნჯი ფსიქოლოგიური სივრცე. მე მისი წამყვანი ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ. დღეს ჩემთან არის სტუმრად ფსიქოლოგი მარიამ ალანია. მადლობა მარიამ მოსვლისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მიჯაჭვულობაზე. რა დავიწყოთ განმარტებით, აი ზოგადი მცნება, რას ნიშნავს მიჯაჭვულობა? კი ბატონო, მადლობა. მიჯაჭვულობა არის ჯონ ბოულბის მიერ შემოტანილი ტერმინი ფსიქოლოგიაში, რომელიც აღნიშნავს ჩვენს განწყობას დაბადებისთანავე, რომ მივეჯაჭვოთ ჩვენზე მზრუნველ პირს. რას გულისხმობს ეს, რომ როდესაც ბავშვი იბადება, პირველადი საბაზისო მოთხოვნილება არის, რომ ვიღაცამ დაუკმაყოფილოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებები, ხო? Როგორც არის კვება, როგორც არის თქვა წყურვილის დაკმაყოფილება, ტემპერატურის რეგულირება, რაც ჩვენს თვითონ არ შეუძლია. ეს არის აი ყველაზე საბაზისო, რომ ბავშვი უბრალოდ ფიზიკურად გადარჩეს. ამის შემდეგ მოდის უკვე მიჯაჭვულობის მოთხოვნილება. მიჯაჭვულობის მოთხოვნილება გულისხმობს იმას, რომ უნდა არსებობდეს ადამიანი, ბავშვზე მზრუნველი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბიოლოგიური მშობელია თუ არ არის ბიოლოგიური მშობელი, რომელიც შეძლებს ბავშვის ემოციური მოთხოვნილებების აღქმას, სწორად გაგებას და შემდეგ შესატყვის სწრაფ რეაგირებას. ეს არის მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა აღვიქვათ მოთხოვნილებები, რასაც ბავშვი ტირილის საშუალებით გვაგებინებს, ჩვენ უნდა სწორი ინტერპრეტაცია მივცეთ ამ სიგნალს და შემდეგ შესატყვისად ვირეაგიროთ. ალბათ ხშირად მოგისმენიათ გავრცელებული ასეთი ფრაზები, რომ აი ბავშვი ტირის ტყუილად მას არაფერი არ აწუხებს, ნაჭამიც არის, გამოცვლილიც არის და ნუ ეს თითქოს ტყუილად ხო. რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რას გულისხმობ ამით, რომ ჩვენ გადარჩენისთვის, ანუ ევოლუციურად ასე ჩამოვყალიბდით ჩვენ ადამიანები, გვჭირდება აუცილებლად ემოციური რეგულირების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც. ხელში დაჭერა, კანისკანთან კონტაქტი, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ბავშვის განვითარება მოხდეს სწორად ისე, როგორც ვისურვებდით. აი ხშირად, როდესაც მშობლები, მასწავლებლები უკვე გაზრდილ ბავშვს საყვედურობენ ხოლმე, ხო, არ მოსწონთ მისი ქცევა, არ მიჯერებს, ცელქია, ასე შვება, ისე შვება. ხშირად ეს არის ხოლმე დაკავშირებული, უმეტესად არის დაკავშირებული სწორედ აი ახალშობილობის პერიოდთან, ახალშობილობიდან ვიდრე სადღაც წელიწად ნახევრამდე, როდესაც მიჯაჭვულობის მოთხოვნილება ბავშვის ვერ დაკმაყოფილდა ისე, როგორც სასურველია. აი, როგორც სასურველიაში, ამასაც განმარტავ, როგორც სასურველიაში იგულისხმება არც ჰიპერმზრუნველობა და არც მზრუნველობის დანაკლისი. არამედ აი ზუსტად იმ ფორმით მიწოდება ზრუნვის, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. კარგი, ეცე რა მოდი ახლა ვისაუბროთ, განვიხილოთ მიჯაჭვულობის სახეები, როგორც ვიცით არსებობს რამდენიმენაირი და რამდენადაც შესაძლებელია რომ ვთქვათ, კარგად ახსაქმელი რატოს, მაგრამ მცირედ განვიხილოთ, თითოეულს რომ მივყვეთ. დიახ. ესეც ბოულბის და შემდეგ უკვე მის დოქტორანტებს, მოწაფეებს და იმ გუნდს უკავშირდება, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, რომ ქონოდა მიჯაჭვულობის შესახებ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ
პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაც მოგცემოდა. სწორედ მათი დამსახურებით ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მიჯაჭვულობის 4 ნიმუში. პირველი, ყველაზე სასურველი ნიმუში ეს არის მყარი სანდო მიჯაჭვულობასაც უწოდებენ, ზოგჯერ უსაფრთხო მიჯაჭვულობის სახელითაც მოვიხსენიებთ ხოლმე მას, როდესაც ბავშვისთვის მასზე მზრუნველი პირი აღიქმება როგორც სანდო საყრდენი. ბავშვმა იცის, ეს ჯერ კიდევ ესეთ არაცნობიერ პრევერბალურ, ანუ სანამ ბავშვი ლაპარაკს დაიწყებს, ამ ეტაპზევე ყალიბდება, როდესაც ბავშვმა იცის, რომ რაც დაჭირდება, რა მოთხოვნილებაც გაუჩნდება, არსებობს სამყაროში ერთი მაინც ისეთი ადამიანი, რომელიც მას დაეხმარება ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. როდესაც მას შეაწურია, ეშინია, თავს ცუდად გრძნობს, იცის, რომ არსებობს ვიღაცა სხვა, ხო, იმ სამყაროში სადაც დაიბადა და მოხვდა, რომელიც სულ მასთან იქნება. ამ დროს ბავშვი ამ სიმყარის ფონზე ახერხებს, რომ მეორე განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, ეს არის სამყაროს შეცნობის მოთხოვნილება. მე რომ ვიცი, რომ უკან მყარი ზურგი მაქვს, ხო, თავისუფლად, რა თქმა უნდა, უფრო გაბედული ვარ, თავდაჯერებული ვარ, არ მეშინია სამყაროს შეცნობის და ამ ხრივ უბრალოდ ესე თავისუფლად მოქმედებ, რაც ჩემს განვითარებას უწყობს ხელს. ეს ორი კრიტერიუმი, როდესაც არის დაკმაყოფილებული, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მყარი მიჯაჭვულობა. შემდგომ ასაკში ცოტა უფრო გაიზრდება ბავშვი და ზრდასრულსაც ეტყობა, რომ მყარი მიჯაჭვულობა აქვს რაში, რომ ის ადვილად მონაწილეობს, თქვათ, რაღაცა გუნდურ აქტივობებში, აი სხვადასხვა კონფლიქტები რაც შეხვდება, მარტივად შეუძლია რომ გამოსავალი მოძებნოს, მისთვის ასევე მარტივია დახმარების თხოვნა სხვა ადამიანებისთვის. რაც არ უნდა სტრესი და გამოწვევა შეხვდეს, აი ყველაფერთან გამკლავების თითქოს აი ბაზისური იმედი აქვს. ეს არის მოკლედ ეს სასურველი ფორმის მიჯაჭვულობა, ხო? მეორე ტიპი, ეს არის უარმყოფელი მიჯაჭვულობა, არამყარი უარმყოფელი მიჯაჭვულობა, რომელიც როგორ ვლინდება. რომ ამ დროს ბავშვს აქვს შეგრძნება, რომ ის არის მარტო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ყავს, ოჯახში იზრდება, საიდან ჩნდება ეს შეგრძნება, რომ ეს ჩნდება მშობლის როგორი განწყობიდან, რომ ბავშვი უნდა იყოს ძლიერი. და ეს ძლიერი და დამოუკიდებელი, დიახ, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ძლიერი, ეს ბევრ საზოგადოებაში ძალიან გავრცელებული აღზრდის მეთოდი იყო და დღემდე არის, სამწუხაროდ ვიტყოდი. და აი თითქოს ამ დამოუკიდებლობის და სიძლიერის გამომუშავება უნდა მოხდეს დაბადებისთანავე. მაგალითად, ტირის არაუშავს თვითონ დამშვიდდეს. ვერ იძინებს, არაუშავს, ცოტა ხანი იტირებს და მერე შეეჩვევა. რა თქმა უნდა შეეჩვევა, მაგრამ ეს შეჩვევა რის ფასად მოხდება? ძალიან მაღალი სტრესის და ამას მოწმობს, თქვათ, სტრესის ჰორმონები, რომელიც შეგვიძლია ჩვენ ლაბორატორიულ პირობებში გადავამოწმოთ, რომ სამწუხაროდ ასეთ ბავშვებს ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვთ კორტიზოლის და სტრესის სხვა ჰორმონების. ხო, შემდეგშიც, აი თქვათ, ფეხს აიდგამს, თამაშს იწყებს, წაიქცევა ან რაღაც თანატოლთან გაუგებრობა მოუვა, ხო? იქაც აი თვითონ უნდა გაუმკლავდეს. როგორღაც ეს თვითონ უნდა მოახერხოს და ახერხებს ეს ბავშვი რაღაცა თავისი ცდის და შეცდომის მეთოდებით და მერეც მთელი ცხოვრების განმავლობაში მას მოყვება ეს შეგრძნება, რომ მე მარტო ვარ და ყველაფერი რაც მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ამ ყველაფერს მარტო უნდა გავუმკლავდე. ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ეს როგორი შეგრძნებაა? ძალიან რთული, ძალიან რთული. ზრდასრულად უიმედოვის განცდასაც ხშირად იწვევს ხოლმე მსგავს ადამიანებს. ზოგჯერ შეიძლება არ გაცნობიერდეს ეს, მაგრამ რა თქმა უნდა იწვევს. ზრდასრულ ასაკში ხშირად ეს შეიძლება გამოვლინდეს, აი მაგალითად, აი კარიერისკენ სწრაფვით ძალიან ინტენსიური, რომ აი ის, რასაც მივაღწევ, ის ვარ მე. აი ჩემი ცხოვრება, ის ჩემი მიღწევებია, ვთქვათ. აი ბავშვობის ასაკში ხშირად ეს არის, რომ საუკეთესო მოსწავლე, საუკეთესო სპორტსმენი, კარგი შედეგები, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ცხადია, ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ აი რის ფასად? თითქოს უსიხარულოდ ხდება ეს ყველაფერი. და თუ თქვათ აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ჭირდება, რომ დახმარება მიიღოს, სხვა, თუნდაც უახლოესი ადამიანებისგან ძალიან უჭირს დახმარების თხოვნა. დაშვებაც კი უჭირს იმის, რომ შეიძლება დახმარება ითხოვო და ამითი ცოტა შეიმსუბუქო მდგომარეობა. ერთი ჩემი ძალიან ახლობელი ამოვიცანი ამ დახასიათებაში. ხო, სამწუხაროდ.
და მესამე ფორმა, რომელიც მე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს ბავშვს და შემდეგ უკვე დასრულებასაც საკმაოდ რთულად მიმდინარეს ხდის, ეს არის ასევე ესეთ არამყარი მიჯაჭვულობის ფორმა, რომელიც ამბივალენტური მიჯაჭვულობის სახელით არის ცნობილი. ამ დროს რა ხდება? ამ დროს მშობელი თვითონ არის გაუწონასწორებელ ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი, ხან ზრუნველია, ხან ძალიან ესე გრძნობიარედ პასუხობს ბავშვის მოთხოვნილებებს და ხან ვერა. და ხან აი თითქოს სრულ იგნორირებას უკეთებს ბავშვის მდგომარეობას. და ბავშვი იბნევა, ვეღარ ხვდება, რომ დედა, რომელიც პირველადი მიჯაჭვულობის პირია ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში მამა, ვერ იგებს, რომ როგორი მოლოდინი უნდა კონდეს მათ მიმართ. ხან ძალიან გრძნობიარე, ძალიან მზრუნველი, როგორც ვთქვით, მხარდამჭერი და ხან ცივი, ესეთი მაიგნორებელი, დისტანცირებული და ბავშვის ფსიქიკაში ეს იწვევს გაორებას. რასაც ჩვენი ფსიქიკა ისედაც ვერ უძლებს და მით უმეტეს ადრეულ ასაკში კიდევ უფრო უჭირს მსგავსი გაორების დატევა და ატანა და მისთვისაც სამყარო აღიქმება როგორც საშიში ადგილი. რომ არ ვიცი რას უნდა ველოდო. არა მაქვს სიმყარე, არ მაქვს თანმიმდევრულობის განცდა, სტაბილურობის განცდა, არ ვიცი. სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც გადამაქვს მე ძალაუნებურად ეს დამოკიდებულება, ეს განწყობა და ვთქვათ, მეგობრებთან ურთიერთობაში, საბავშვო ბაღშიც კი უკვე ეს შესამჩნევია ხოლმე, ქცევაში დაკვირვებით ხედავთ ამას, სკოლაშიც და შემდეგ როგორც ვთქვით, სამწუხაროდ დასრულ ასაკშიც. მეოთხე კატეგორია ეს არის დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის კატეგორია, რომელიც არის ძირითადად კლინიკურ კატეგორიას მიკუთვნებული. რას გულისხმობ გეტყვით, ამ სამი კატეგორიიდან მყარი, არამყარი უარმყოფელი, არამყარი ამბივალენტური, სამივე ითვლება, რომ ეს არის ნორმა. მყარი სასურველი ნორმაა, ეს ორი არასასურველი, მაგრამ ისეთი, რომელსაც თქვათ ადამიანი რაღაცნაირად უმკლავდება. ხო, თუ ამას არ დაემატა არასასურველი ცხოვრებისეული მოვლენები. და დეზორგანიზებული კატეგორია არის, როდესაც სამწუხაროდ არის ხოლმე ესეთი მძიმე ძალადობა ბავშვობის ასაკში, ძალიან მძიმე ტრაუმული გამოცდილებები, რომელიც სრულიად არღვევს მიჯაჭვულობის განვითარებას და ხშირად აი ადრეული ასაკიდანვე ამას ქცევით გამოვლინებაში ვხედავთ როგორც ქცევის დარღვევას. ხშირად სხვათა შორის დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა ერევათ ხოლმე განვითარების დარღვევებში. ხო და მე რომ თუ ეს ბავშვი სასურველია და თუ აღმოჩნდება ისეთ მზრუნველ პირთან, რომელიც მიჯაჭვულობის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს, ჩვენ აღმოვაჩენთ ხოლმე რომ თურმე არანაირი დარღვევა ამ ბავშვს არ აქვს. მარიამ, მყარი მიჯაჭვულობის ხელშემწყობ ფაქტორებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება. დიახ, მადლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, მე ვფიქრობ, მთლიანად საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ რაღაცა თითქოს გვინდა ხოლმე ესე კონტექსტიდან ამოგლეჯილოთ, აი უცბად რაც ბავშვი იყოს ყველაფრით მოწესრიგებული, იდეალური ქცევით, თავისით, ისწავლოს კარგად, მოიქცეს რაღაცა ჩვენი შეხედულებების თუ მოლოდინების შესატყვისად, ასე არ ხდება ცხადია. მიჯაჭვულობა რადგან არის გენეტიკურად განპირობებული, თუ ის არის მყარი, გადაეცემა მემკვიდრეობით ძალიან მარტივად თაობიდან თაობას. და იქ არც დგება ეს გამოწვევა, რომ რაღაცა ჩარევა დაგჭირდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის კავშირში არც სოციალურ სტატუსთან, არც განათლებასთან და ესეთ ფაქტორებთან, რომელსაც ვიძენთ ხოლმე, ხო, რაღაცა სოციუმში თანაცხოვრების დროს და შეიძლება ვთქვათ, ქალმა საერთოდ აი, არ ვიცი, საერთოდ არაფერი არ იცოდეს აღზრდის წესების შესახებ და იმ მყარი მიჯაჭვულობის არსებობის ფონზე მის შვილს მისცეს ის მთავარი განვითარების წინაპირობები. ხო, როცა ასე არ ხდება, ანუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიჯაჭვულობის ისეთ ნიმუშებზე, რომელიც არამყარი უარმყოფელი და არამყარი ამბივალენტურია, რა შეიძლება იყოს პრევენციული და ხელშემწყობი ხო პირობა. პირველ რიგში ეს არის ალბათ მე ვფიქრობ ფსიქოგანათლება, რომელიც მიწოდებული იქნება არა როგორც ესეთი სწავლების ფორმა, რომ აი თქვა ჩვენ გასწავლით როგორი უნდა იყოს კარგი მშობელი, აი ასეთი ფორმით არა,
არამედ რასაც თვითონ მიჯაჭვულობის თეორია გვეუბნება ზრუნვით. ხო, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ მშობელზე, რომელიც ელოდება ბავშვს, რომელიც აჩენს ბავშვს, ქალზე, რომელიც ორსულად არის. ხო, ის ზრუნავს, თქვათ, ფიზიკურ საჭიროებებზე, საკუთარ ბავშვის საჭიროებებზე, ექიმის რაღაცა მითითებებს ითვალისწინებს. აი, ზუსტად ამ ფორმითვე თუ იქნება მიწოდებული, რომ შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ჭირდება ზრუნვა, ეს დიდი გამოწვევა, ორსულობა, შემდეგ თქვათ მშობიარობა, ბავშვის გაჩენა, ეს დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული და ამას ჭირდება შესაბამისი ზრუნვა. აი ამ მზრუნველი დამოკიდებულებით და მზრუნველი პოზიციით ჩვენ შეგვიძლია პრევენციულად ვიმუშაოთ და ბავშვთან მიმართებაში დედის დამოკიდებულება შევცვალოთ. შევცვალotში ვგულისხმობ რას, რომ გავხადოთ ის უფრო მგრძნობიარე. გავხადოთ ის უფრო მიჯაჭვულობაზე ორიენტირებული. და ეს გავაკეთოთ ისეთი ფორმით, რომ დედის ფსიქიკური ჯანმრთელობაც გავაუმჯობესოთ და ცხადია მე ბავშვისაც, ხო, აი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, ასე დედისგან განცალკევებულად წარმოუდგენელია, მით უმეტეს აი ადრეულ ასაკზე, როცა ვსაუბრობთ. ბევრი მითი მსმენია მეც და ალბათ შენც მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით. დიახ. რამდენიმეს თუ გაიხსენებ და რომ გავაქარწყლოთ ეს მითები. ალბათ პირველი თვითონ ტერმინს უკავშირდება, ხო, რომ აი ზედმეტად მიჯაჭვულია, ეს გამიგია ხოლმე ხშირად. ეს ცხადია, რომ სამეცნიერო ტერმინი არ არის, ზედმეტი მიჯაჭვულობა, ესეთი რაღაც არ არსებობს, ხო? ჩვენ ხშირად გვერევა ხოლმე მიჯაჭვულობა დამოკიდებულებაში. აი რომ მაგალითად ვიტყვით, რომ მიჯაჭვული ვარ ტელეფონზე. ეს ცხადია, რომ იგივეს არ აღნიშნავს, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით. აი თუ თქვა ჩვენ ვატყობთ, რომ ბავშვი მართლა დედას არ შორდება არც ერთი წუთია, ჩაფხაუჭებულია, არც ათამაშოთ თქვა სხვა ბავშვებთან მისვლა უნდა, ბაღში მისვლა ძალიან უჭირს, მე ვთქვა სკოლაშიც ბევრ ბავშვს სირთულე ექმნება ამ ხრივ. სოციალიზაციის კუთხით, როდესაც სირთულეები იქმნება, აი ამ დროს ვამბობთ ხოლმე, რომ ზედმეტად მიჯაჭვულია. ზედმეტად მიჯაჭვული კი არ არის პირიქით. ვერ განვითარდა მყარი მიჯაჭვულობა და ამიტომაც იქცევა ბავშვი ესე როგორც იქცევა. აი როგორც ვთქვით, როდესაც მყარი მიჯაჭვულობის განვითარება შეუფერხებლად, ვთქვათ, მიმდინარეობს, პირიქით ბავშვს აინტერესებს რა ხდება გარეთ. აინტერესებს ბაღიც, აინტერესებს სკოლაც, აინტერესებს თქვათ სხვა გარემოს შეცნობაც. რომ იცის, რომ ამ სხვა გარემოს შეცნობის პროცესში მის უკან მშობელი არსებობს ესეთი მყარი ზურგის სახით, მყარი ნავსაყუდელის სახით. ხო, აი ეს ყველაზე ხშირად ალბათ ეს გამიგია, ასევე ჩვილ ასაკში ხშირად მომისმენია, რომ არ განებივრდეს ბავშვი. არ გაფუჭდეს, რომ თუ თქვათ ყოველ წამოტირებაზე ჩვენ მასთან მივირბენთ და რეაგირება გვექნება, რომ ეს თითქოს ბავშვს გაანებივრებს. ესეც მითია, ესეც სამეცნიერო შეხედულებას არანაირად არ თქვათ ეხმიანება. ბავშვის განებივრება ბჭყალებში 6 თვემდე პერიოდში შეუძლებელია. მას როცა ტირის, მას ჭირდება აუცილებლად ჩვენთან კომუნიკაცია. და ეს ყოველთვის, როგორც ვთქვით, არ არის მიბმული, ვთქვათ, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან. ხო? მას ჭირდება, რომ ვიღაცა ყავდეს, რომელიც აი ამ კონტაქტს, ადამიანურ კონტაქტს უზრუნველყოფს. ხო? ეს მისი იგივენაირი საჭიროება, აი თითქმის იგივენაირი საჭიროებაა, როგორც ვთქვათ, კვება. აი მაგალითად რამდენიმე მაგალითს თუ მოიყვან, როგორ მოიქცეს მშობელი, რომელსაც უჭირს საკუთარი შვილის მოთხოვნილებათა ამოცნობა. რამე რჩევა, რომ იცით ჩვენს მაყურებელს? მადლობა, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. აი როდის უჭირს მშობელს, რომ ამოიცნოს შვილის მოთხოვნილება? ძირითადად ეს ხდება მაშინ, როცა მშობელი თვითონ არის დატვირთული ძალიან ბევრი გამოწვევით, ძალიან ბევრი, ვთქვათ, გადაუჭრელი კონფლიქტით, ტრამვით. და აი გამახსენდა, ვთქვათ, ხშირად მშობლებისგან ნათქვამი ესეთი ფრაზები, რომ აი მაინდა-მაინც ჩემთან ტირის. მაინდა-მაინც ჩემთან იქცევა ცუდად. ხო. რაც ასევე არ არის შესაბამისი, ხო, მიჯაჭვულობის თეორიის შესაბამისი არ არის ეს. მშობელს
მშობელს მაშინ ეჩვენება ბავშვის ქცევა, აი მიზანმიმართულად, თითქოს მტრულად, როდესაც თვითონ ვერ მიიღო საკმარისი ზრუნვა. როცა თვითონ არ იყო დანახული, აღიარებული, ხო, თვითონ არ მიეცა იმის საშუალება, რომ ყოფილიყო ნაზრუნი ბავშვი. ანუ მშობლის ბავშვობიდან, ბავშვობის გამოცდილებიდან მოდის. სამწუხაროდ ესე ხდება, ხო? კარგად მყოფი მშობელი. მშობელი ჯერ ადა ბავშვი იყო, მერე ზრდასრული, ხო და მერე ხდება მშობელი. კარგად მყოფი და აი ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ეს ბაზისური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვს, რომელიც თვითონ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, ის თავის შვილს ბუნებრივად კარგად ექცევა. არ უჩნდება ესეთი აზრები. აი მშობლებს რასაც ვისურვებდი, რომ უფრო კარგად თქვათ გაეცნობიერებინათ, არის ის, რომ აი არ შეეშინდეთ ამ მდგომარეობის. აი თუნდაც ისეთი ემოციების შვილებთან მიმართებაში, რომლიცაც შეიძლება შერცხვეთ. აი მშობლებს ხშირად რცხვენიათ ამის, რომ თქვან ღიად, რომ თქვა ჩემი შვილი მაღიზიანებს, მაბრაზებს როგორიც არის, სხვანაირს ველოდი, არ მეგონა თუ ესეთი იქნებოდა. ეს ისეთი ფრაზები არის, გაზიარებაც მშობლებს არ სიამოვნებთ. რცხვენიათ, მიიჩნევენ, რომ მაშინ ცუდი მშობელი ვარ. ეს რაღაცა სტიგმებს კიდევ უფრო აძლიერებს, ხო, რომ კარგი მშობელი ასეთი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს. ხო, აი ვურჩევდი მშობლებს, რომ ამის არ შერცხვეთ, დააკვირდნენ თავის თავს. აი რა შეგრძნებებს იწვევს ის, როდესაც თქვა მათი შვილის ქცევა, მათთვის მიუღებელი, გამაღიზიანებელი, ძლიერი ბრაზის მომტანია და გამოსწორება დავიწყოთ და დაიწყონ. მე ჩემ თავსაც ვეუბნები ცხადია როგორც მშობელი, საკუთარ თავზე ზრუნვით, სწორი ზრუნვით ბავშვობას ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ იმ წერტილიდან სადაც ვართ, იმის გაცნობიერებით, რომ საკუთარ თავზე სწორი ზრუნვა, ჩვენს მოთხოვნილებებზე სწორი ზრუნვა განაპირობებს ბავშვის კარგად ყოფნას. სწორი მიჯაჭვულობის განვითარების ასაკიც, რო ვთქვათ, აი საიდანსადამდეა დაბადებიდან. აი ყველაზე მგრძნობიარე პერიოდი ეს არის დაბადებიდან აი წლინახევრამდე პერიოდი, როდესაც მიჯაჭვულობის ნიმუში ყალიბდება. მერეც გრძელდება და ვთქვათ, როგორც ბოულბი ამბობს, სადღაც 3 წლის ასაკისთვის აღწევს აი ყველაზე ესეთ სრულფასოვან ფორმას, მაგრამ აი ყველაზე მგრძნობიარე პერიოდი ეს არის წლინახევრამდე პერიოდი. აი ამ დროს მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ხრივ. მყარი მიჯაჭვულობის მშობელს აი არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ მყარი მიჯაჭვულობის მქონე მშობელი შეცდომებს არ უშვებს და რომ თქვა შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, რომ ვერ მიხვდეს მის შვილს რა ჭირდება, ვერ ამოიცნოს მოთხოვნილება. ეს შეიძლება ასე მოხდეს. უნდა ვთქვათ, რომ ესეც ბუნებრივია. რა თქმა უნდა. უბრალოდ განსხვავება რა არის, რომ მყარი მიჯაჭვულობის მქონე მშობელი ამითი არ შინდება. მალევე აცნობიერებს, რომ ხო, რაღაცა ვერ ამოვიცანი, მეც ადამიანი ვარ. აი ხო ვეცდები, რომ სხვანაირად ვუპასუხო ამ მოთხოვნილებას, რასაც ბავშვი იმ სიგნალს, ამ მოთხოვნილების სიგნალს, რასაც ბავშვი მიგზავნის. ან ფაქტურად გამოდის, რომ მყარი მიჯაჭვულობის მშობელი იყო მყარი მიჯაჭვულობის ბავშვი და შესაბამისად გადააქვს ეს პატერნი თავის შვილს. ზუსტად ასეა, დიახ. საინტერესო იყო ძალიან. მე ვფიქრობ, რომ გამოადგება ჩვენს მაყურებელს, რომელიც ამ გამოწვევის წინაშე დგას და ახალ მშობლებს, ან მომავალ მშობლებს, მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ დიდი მადლობა. მე დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში ახალ სტუმართან ერთად და თქვენთვის სასურველი ტერმინები დაგვიწერეთ კომენტარებში.